საღამოშვიდობის და პირდაპირ ეთერშია ღამის კურიერი, მე ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ვარ. მამუკა ხაზარეძე და ბადრი ჯაფარიძე 8 თვით ციხეში საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ლელოს ლიდერების სასამართლომ თებერვლამდე პატიმრობაში გაუშვა. განაჩენს პარტიის ოფისში ისმენდნენ ხაზარეძე ჯაფარიძე. ბრძოლა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც არ უნდა ვიყოთ, საკანში თუ გარეთ ვიქნებით, ეს ბრძოლა გაგრძელდება, თქვა ლელოს დამფუძნებელმა. ორივე ლიდერი საქალაქოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პატიმრობა დროებით საპარლამენტო გამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადებას მოჰყვა. ხელბორკილები ლიდერებს პარტიის ოფისში დაადეს. არ აღიარებენ წავლენ ციხეში, ასეთია პრემიერ-მინისტრის პოზიცია, რომელიც იქვე განმარტავს, რომ როდესაც ადამიანი სჩადის კანონდარღვევას, მით უმეტეს სისხლის სამართლის დანაშაულს ბუნებრივია იქნება რეაგირება. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა განმარტების მისაცემად სულ 9 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაიბარეს. მათგან საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე უარი 8-მ განაცხადა. გამონაკლისი მხოლოდ გიორგი გახარია, რომელმაც კომისიის ჩვენება უკვე მისცა. ის ამჯერადაც მზადაა მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, თუმცა ონლაინ. ამ ფორმატს არ თანხმდება თეა წულუკიანი და ვადას პირად და გამოცხადებამდე გიორგი გახარიას 2 ივლისამდე აძლევს. კომისია ჩორჩანას საქმით ინტერესდება გამოძიება ამ თემაზე პროკურატურაშიც მიმდინარეობს, სადაც საქმე საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების მუხლითაა აღძრული. მართლ გულს რჩება შთაბეჭდილება, რომ გიორგი გახარია კითხვებზე პასუხისგაცემას გაურბის. პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მისთვის სურათი ნათელია. ეს იყო მინი მოდელი იმისა, რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წელს, თქვა პრემიერ-მინისტრმა. რას ამბობს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაპატიმრებულ ოპონენტებზე თეა წულუკიანი? რატომ წავიდა საპარლამენტო კომისია დაბარებების მეორე წრეზე? რატომ ინტერესდება კომისია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დანაშაულების გამოსაძიებლად შეიქმნა იმ პირებით, ვინც წინა ხელისუფლებას არ წარმოადგენს? და რამდენად ჯდება კანონის ფარგლებში თავად კომისიის შემადგენლობა და საქმიანობა? ღამის კურიერის კითხვებს საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი უპასუხებს. საღამოშვიდობისა ქალბატონო თეა და დიდი მადლობა გადაცემაში მოსვლისთვის და მონაწილეობისთვის. და ბუნებრივია საუბარს დავიწყებ დღევანდელი დღით. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარეძე უკვე გადაყვანილები არიან სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში და თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ამ კომისიის ხელით და თქვენი ხელით შესაბამისად, როგორც თავმჯდომარის, ხდება რაღაც ოპონენტების ჩამოშორება, მათი ციხეში ჩასმა, თან მე წინ არჩევნებია და ამ თემებზე რა თქმა უნდა ვისაუბრებთ. იზიარებთ ამ პასუხისმგებლობას მათ დაკავებაზე, თუ თქვათ თქვენი ფორმატი რჩება იქ, სადაც კომისიის ლეგიტიმაციაა და ვთქვათ, გაქონდათ მათი დაბარების უფლება, დაიბარეთ და თქვენი, ასე ვთქვათ, ინტერესისთვის ეს გააკეთეთ. მოგესალმებით. ჩვენ, როდესაც კომისია დაკომპლექტდა და მე მხვდაწილად პატივი და ეს ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა, რომ ამ კომისიისთვის მე ხელმძღვანელა, აბსოლუტურად გულწრფელად ყველას ვუხსნიდით, რომ ჩვენ გვქონდა ვალდებულება, გვექნებოდა ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის მოქალაქე, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს, თუ სხვა, რომ თუ არ გამოცხადდებოდა, ჩვენ ვალდებულნი ვიქნებოდით, რომ ეს საქმე პროკურატურაში გადაგვეგზავნა. ეს იყო ის ელემენტარული რამ, რაც თავმჯდომარეს და კომისიას უნდა გაეკეთებინა და ჩვენ ეს გავაკეთეთ, რომ ყველას მოლოდინი და პროცედურა ყოფილიყო განჭრეტადი მათი მხრიდან. ამიტომ აბსოლუტურად ნათელი იყო ყველასთვის და პირველ რიგში პოლიტიკოსებისთვის, ვინც სხვაზე მეტად უნდა იცნობდეს კანონს, რომ ჩვენ გვქონდა ვალდებულება გადაგვეგზავნა და გადავაგზავნიდით, რაც გაკეთდა კიდეც. ასევე ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ ყველასთვის სათანადოდ შეგვეტყობინებინა. ყველა ის პირი, ვინც უკვე არის ან წინასწარ პატიმრობაში, ან კიდევ მისჯილი აქვს უკვე სასჯელი, როგორც დღეს მიესაჯა სასჯელი ბატონ ბადრის და ბატონ მამუკას, ყველამ აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში მიიღო შეტყობინება სხვადასხვა მეთოდით, იმიტომ რომ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ თითოეული მათგანი იმალებოდა ოქრუაშვილიდან დაწყებული ყველა იმალებოდა და არ იღებდა შეტყობინებას. თითქმის ყველა
ყოველ შემთხვევაში ბადრი ჯაფარიძე ოფისში დაიმალა და მამუკა ხაზარაძემ ვითომ ვერ წაიკითხა მიღებული შეტყობინება და ასე შემდეგ, მაგრამ ყველამ დაადასტურა, რომ ჩვენ მისვლას არ ვაპირებთ. ანუ მიიღეს, წაიკითხეს და აბსოლუტურად გააზრებულად ჩაიდინეს დანაშაული. კაპიტანი თია, უკაცრავად ამავე თემაზე მინდა კითხოთ, უკაცრავად და იგივე განმარტებას მოვისმენ. მაშინ, როდესაც მათი პოზიცია იყო ცნობილი, ხო, პირველად დაბარებაზეც უარი თქვეს, გირაოც გადაიხადეს, რა აუცილებლობა იყო? ეს ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თქვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ ეს პოლიტიკური დევნა, რომ პოლიტიკური რეპრესიებისთვის იყენებს ამ ბერკეტს ხელისუფლება და ამიტომ მინდა განვიმარტოთ, რა აუცილებლობამ გამოიწვია მათი კვლავ დაბარება, ნუ მამუკა ხაზარაძის მაგალითად, რომელზეც ვიცოდით, რომ არ მოვიდოდა. თქვენს მე არ ვიცოდით წინასწარ საიდან ვიცი ვინ არა, პირველ ჯერზე ყოველში უარი თქვა და გირაო გადაიხადა ამის თქმა. ხო, მაგრამ არის ესეთი გამოთქმა, რომ მარტო იდიოტები არ იცვლიან აზრს, ხო და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ანდაზაა. მე არ ვიცი, მე მგონია, რომ ახლა როცა ის არის დაბარებული და უკვე მისჯილი აქვს და არის საპატიმროში, მას არაფერი ხელს არ უშლის, რომ გადაიფიქროს და ჩაერთოს კომისიას, იმიტომ რომ ის 30-ში არის ორშაბათს დაბარებული. ამიტომ ჩვენ წინასწარ ვერ, იმიტომ რომ პირველად ასე მოიქცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეორედაც ადამიანი ისევე მოიქცევა. მე იმის თქმა მინდა, რომ მათთვის ნათელი იყო რაც მოხდებოდა, ანუ ჩვენი მხრიდან გადაგზავნა. თუ საკნიდან თუ საპატიმროდან გვარამია ან ხაზარაძე ორშაბათს არ ჩაერთვებიან, რა თქმა უნდა, არავისთვის სურპრიზი არ იქნება ალბათ, რომ ჩვენ ჩაგვერთვება ვალდებულება, რომ კვლავ გადავაგზავნოთ უკვე ეს მეორე არ გამოცხადების საქმე პროკურატურაში. ახლა რატომ მეორე დაბარება? მეორე დაბარება იმიტომ, რომ პირველად ისინი არ მოვიდნენ. მარტივია. ანუ იმავე საქმეზე ხდებოდა, ამას ვკითხულობ, რომ ეს არის ერთი საქმე, მრავალი საქმეა, სადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე ფიგურირებენ, მრავალი კითხვაა მათთან დაწყებული სულ პირველი ერთ-ერთი საქმიდან, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და ბატონ ჯემალი ლეონიძე იყო მოსული ბიზნესმენი, რომელიც რეალურად კეზერაშვილმა ხაზარაძის და ჯაფარიძის ხელით და TBC ბანკის ხელით ქონება წაართვა და იმიტომ რომ ეს ადამიანი ეწინააღმდეგებოდა ამგვარ ყაჩაღობას ის მოხდა საპატიმროში და რეალურად გააუბედურეს, მაგრამ ეს იყო პირველი საქმე. შემდეგ არაერთი საქმე, იგივე ლისის ტბის საქმე, სადაც ბატონ ახვლედიანს მოусმინეთ. სხვა საქმეებშიც იკვეთებოდა, რომ მოქალაქეები მოდიოდნენ ჩვენს წინაშე და ეს პროცედურა იყო საჯარო, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ამბობდნენ, რომ მე ჩემი ბიზნესი ნაციონალურმა მოძრაობამ წამართვა ხაზარაძე, ჯაფარიძისა და TBC ბანკის ხელით. შესაბამისად არსებობს კითხვები. რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, რა სქემა იყო ეს, თუ იყო ეს დანაშაულებრივი სქემა და ვერავინ ვერ იტყვის იმას, თუ ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია, რომ დაბარება არის გაუგებარი და კითხვები რა არის, ვერავინ ვერ ხვდება, ამას ვერ იტყვიან, მაგრამ მათ აირჩიეს პირველად აბსოლუტურად, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ზერელე და რაღაცნაირი ესე ვთქვათ, მათი ასაკისთვის შეუფერებელი ქცევა თუ პოზიცია, რომ არ მოსვლას გულისხმობ გამოცხადებას. დაახლოებით ეს იმას გავს კლასში ბოლო მერხზე რომ მიჯდნენ ხოლმე ყოველთვის რაღაც ერთი კატეგორია კონკრეტული ბიჭების და ამობდნენ დაფასთან არ გამოვალ. ნუ მაშინ სკოლაში რატო დადიხარ? თუ პოლიტიკაში ხარ, რატომ არ უნდა იყო არჩევნებში ჩართული. თუ კი თან იცით რა არის გაუგებარი, ახლა უკვე კომისიიდან რო გამოვიდეთ და უფრო პოლიტიკურად ვთქვათ. აპირებდნენ მონაწილეობას თუ არჩევნებს გულისხმობთ. კი ბატონო, და მიიღონ ეს კომისიიდან რო გამოვიდეთ და პოლიტიკურად შევაფასოთ. თუ მამანისთვის, ამ შემთხვევაში ხაზარაძე ჯაფარიძისთვის მისაღები იყო სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი. როდესაც მის ბანკს აყენებინებდა, როგორც ამას მოქალაქეები გვეუბნებიან, ფაქტებზე და დოკუმენტებზე დაფუძნებით სხვადასხვა ტიპის დანაშაულის ჩადენისათვის და თავადაც შეხვედრებს ყვებიან მოქალაქეები, გვარებით და სახელებით, TBC ბანკის თანამშრომლების და არა მხოლოდ ამ ორი ხელმძღვანელი პირის, როგორ ხდებოდა მათი გაუბედურება, ანუ დანაშაულის ჩადენა. ეს თუ მისაღებია, რომ ამ ასეთ რეჟიმთან ხარ და თანაცხოვრებ და კოაბიტაციაში ხარ და ქსიამოვნებს
რატომ შეიძლება რომ შენ არ მიხვიდე იმ პარლამენტის იმ კომისიაში სადაც დაგისვამენ უბრალოდ კითხვებს, არც გაწამებენ, არც ბიზნესს წაგართმევინებენ, არ გაგხვევენ რაღაცა. მათ აქვს ასეთი არგუმენტი, ერთი რომ პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებენ არჩევნების შემდეგ და მეორე კითხვები აქვთ თავად კომისიის კანონიერებასთან. ისინი ამბობენ, რომ კონსტიტუციის დარღვევით არის შექმნილი კომისია. შეგიძლიათ განგვიმარტოთ, რაზე დაფუძნებით შეიძლება ამას ისინი ამბობენ, როდესაც მოყავთ 40 მე რამდენი მუხლია, მიწერია 56 კონსტიტუციის მუხლის წერია რომ რაღაც ნახევარზე მეტი არ უნდა იყოს უმრავლესობა და ისინი ამბობენ რომ ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი, სულ რომ თქვა ხალხის ძალის წევრებიც ჩავთვალოთ, რომლებიც დღეს აღარ არიან უმრავლესობის წევრები. ეს ასე ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ დღეს ჩვენ კომისიაში ვართ არასრულად დაკომპლექტებულები, სწორედ იმიტომ რომ ოპოზიცია არ არის. ოპოზიციის სრულად არ არის. ის ოპოზიცია, რომელიც აირჩა პარლამენტში, მაგრამ არ შემოვიდა პარლამენტში, მათი ადგილები დღემდე მათ შორის კომისიაში და არა მხოლოდ პლენარულ დარბაზში, ვისაც უფლებამოსილება ჯერ არ შეწყვეტია, არის ცარიელი. ანუ ვაკანტური. კი, სწორედ ამაზე აპელირებენ თქვენი ოპონენტები, მაგრამ ამბობენ რომ კომისიას არ აქვს, ამიტომ მაშინ მუშაობს. იმიტომ რომ ისინი არ შემოდიან პარლამენტში, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს სულ თქვა უნდა შეწყვიტოს და სახელმწიფო ინსტიტუტებმა მუშაობა გააჩერონ, იმიტომ რომ რაც არ უნდა მათ არ სიამოვნებდეთ, ქართული ოცნება არის უმრავლესობაში და ის არის უფლებაუნარიანი კანონის მიზნებიდან გამომდინარე და იმ შინაარსიდან გამომდინარე, რასაც უფლებამოსილება უნარიანობას კანონი ეძახის, პარლამენტს შეუძლია რომ გამართულად იმუშაოს. მაგრამ მათი ადგილები, ვისაც უფლებამოსილება არ შეწყვეტია და ასეთია გახარიას პარტია, კომისიაშიც კი ვაკანტურია, თქვენ ხედავთ ალბათ რომ მაგიდის გარშემო არაერთი ცარიელი ადგილია და გახარია, როდესაც გამოცხადდა კომისიის წინაშე, მან გაუშვა მაგალითისთვის შანსი იმისა, რომ ჩვენთან ერთად კომისია, სადაც ვისხედით, იქ ყოფილიყო ორი მისი პარტიის წარმომადგენელი და ჩვენ ასე ვთქვათ, ისინი მანდატებს აიღებდნენ, ხო? ამიტომ მანდატები მათ აღებული აქვთ არა, გულისხმობს შევიდოდნენ პარლამენტში, უბრალოდ პარლამენტში შევიდოდნენ და კომისიაშიც იქნებოდნენ ავტომატურად და როდესაც გახარია მოვიდა, იქ გახარიას პარტიის წარმომადგენლები იქნებოდნენ ჩვენს მხარეს მაგიდის, ანუ კომისიაში, კომისიის წევრებად და მე ძალიან სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა, შეიძლება ჩვენ ქართული ოცნებიდან ვინც ვართ, ფრთები ისე ვეღარ გაგვეშალა. ეს არ არის პატარა ამბავი. ამიტომ ეს შანსი მათ ხელიდან გაუშვეს. ასევე ჩვენს კომისიაში ვაკანტური ადგილები ვთქვით და არის ხალხის ძალა წარმოდგენილი და ევროპული სოციალისტები. ახლა მათ აქვთ ასეთი სტრატეგია არჩეული, რომ ისინი არ აღიარონ, რომ უმრავლესობის დანაყოფია და ეს არ არის რეალური ოპოზიცია, მაგრამ ისინი არიან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები და მათ აქვთ თავიანთი გასაგებია, მაგრამ ისინი მე მჯერა რომ ძალიან მალე ცალკეც მიიღებენ, ამის იმედი მაქვს არჩევნებში მონაწილეობას და იმედი მაქვს რომ სერიოზულ კონკურენტებად ჩამოყალიბდებიან, არ ვიცი რამდენად შეამჩნიეთ დღეს სოზარ სუბარმა ჩემი აკენწლად ცადა კომისიის შუაგულ კომისიაში. ეს ალბათ კარგის ნიშნად უნდა მივიჩნიოთ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ რამდენად ხილულად ეს ჩანს, არ ვიცი, მაგრამ შიგნით საკმაოდ ბევრი დისკუსიაც გვაქვს იმასთან დაკავშირებით თუ რა ჯობს, როგორ ჯობს და ხალხის ძალა არის ამ ეტაპზე ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ძალიან ხშირად მე ვარ ამის მოწმეც და მონაწილეც ოპონირებას გვიწევს. ევროპელი სოციალისტები ახალად ჩამოყალიბებულია და ისინი ძალას მოიკრებენ. ასეა თუ ისე ჩვენი კომისია არ არის მხოლოდ ქართული ოცნებით დაკომპლექტებული, არის საპარლამენტო ოპოზიცია მასში წარმოდგენილი, კონსტრუქციული ოპოზიცია, ანუ ის რომელთვისაც სახელმწიფო ინტერესი არ არის სულ ერთი. აქ არის გულისხმობიან, რა თქმა უნდა, ისეთი ოპოზიციონერები, როგორც არიან კოლექტიური გიორგი კანდელაკები, რომლებიც ქართველი ერის წინააღმდეგ მუშაობენ, მასმერე რაც პოლიტიკაში ჩაერთმნენ და დანარჩენი ადგილები ცარიელია. შესაბამისად, ეს პრეტენზია არის, რა თქმა უნდა, წმინდა წყლის ასე ვთქვათ, ყალბი ინფორმაცია საზოგადოებისთვის მიწოდებული და სპეკულაცია.
ქაბატონეთია, ოპოზიციური ფლანგიდან, აი ლელოს ლიდერებზე ვსაუბრობთ, რომლებიც უკვე გადაიყვანეს საშეძლახსრობლის დაწესებულებაში. ლელოს ჰქონდა გაცხადებული, რომ სავარაუდოდ მიიღებდა მონაწილეობას, ასევე გახარიას პარტიას უკვე გაცხადებული, რომ მონაწილეობს არჩევნებში და ნუ გირჩი. ამას რატო ვყვები, როდესაც არჩევნებია სამთვეში, თუკი ყველა ლიდერი იქნა იზოლირებული, მე მესმის, რომ ეს საგამოძიებო კომისიის გამო ხდება, თუმცა ოპოზიციურ ამომრჩეველსაც როგორ აუხსნით ამას და როგორ შეფასდება თუნდაც არ ვიცი რაღაც პარტნიორების მხრიდან ქვეყნის შიგნით კიდევ გეუბნებით, როდესაც სამთვეში არის არჩევნები და ყველა იმ პარტიის ლიდერი, ვისაც შეძლო მონაწილეობა მიიღო და გაცხადებული ქონდა, ნუ შესაძლოა მაინც მიიღონ, იმყოფებიან საპატიმროში. მე წარმოვადგენ ქართულ ოცნებას. შესაბამისად, პარლამენტში მე წარმოვადგენ ქართული ოცნების ამომრჩეველს და არაფერი არ მაქვს ასახსნელი ოპოზიციის ამომრჩევლისთვის. როგორც მოქალაქისთვის, მე მხოლოდ ამორჩეველი არ ვთქვი, როგორც ხელისუფლებაა და მხარდამჭერები ოპოზიციის. ლელოს ამომრჩევლისთვის მე არაფერი არ მაქვს ასახსნელი. ლელოს ამომრჩეველს ასახსნელი რამე რუმეები უნდა აუხსნას ხაზარაძემ, რომელიც ვერ უხსნის. ამიტომ თავშესაფარი იპოვა ციხეში, რომ ამომრჩეველთან არ ქონდეს პასუხი საგები, იმიტომ რომ მესმის შეიძლება იყო შეგნებულად წავიდა ციხეში, ამას ამბობთ თუ შეგნებულად წავიდა თუ არა ციხეში, ეს მე არ ვიცი, მე ეს ვიცი, რომ ის შეგნებულად არ მოვიდა კომისიის ხდომაზე, როდესაც ისმის ამდენი საყვედური, რომ თითქოს და მოქალაქეები ამბობენ, რომ თითქოს და ხაზარაძე, ოღონდ ფაქტებზე დაფუძნებულად ამბობენ, მე თითქოს და უნდა ვთქვა, ამიტომ ამბობ ამ სიტყვას თითქოს და მონაწილეობდა რეკეტში, რომ იყო კეზერაშვილის მარჯვენა ხელი ბიზნესმენების დასატერორებლად. პირადად ხაზარაძე, პირადად ჯაფარიძე და არ გიჩნდება ან ერთს ან მეორეს სურვილი, რომ მოხვიდე და ეს გააბათილო. ეს მინიმუმ ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ლელოს ამომრჩეველშივე. ამიტომ მე არაფერი არ მაქვს მათთვის ასახსნელი, აქვს ძალიან ბევრი თვითონ ხაზარაძე ჯაფარიძის წყვილს. კარგით, რაც შეეხება გიორგი გახარიას, რომელიც მეორეჯერაც დაიბარეთ, ის პირველად გამოცხადა, თქვენს თავად გაიხსენეთ ეგ ხდომა, როდესაც გახარია იყო. ამჯერად ისინი ამბობენ პარტიაში გააკეთეს განაცხადი, რომ ის არ იმყოფება საქართველოს, შესაძლოა არც ორივლის არ იყოს. რატომ ხედავთ პრობლემას მის ონლაინ ჩართვაში? იმიტომ ის გთავაზობთ, ის თან ხვდება კომისიაზე მონაწილეობას და ისიც მომავალი საარჩევნო სუბიექტია და ამიტომ ვკითხულობ, ანუ თუ შეიძლება რომ ისიც საპატიმროში ვიხილოთ იმის გამო, რომ თანხმობას აცხადებს და უბრალოდ ონლაინ ითხოვს. ხო, ნუ გახარია როგორ უნდა ვიხილოთ საპატიმროში, ეს არ ვიცი, არავის თვითმიზანი ეს არ არის, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან. თქვენ თვლით რომ გაიქცა, აღარ დაბრუნდება, გაიქცა. არ ვიცი დაბრუნდება თუ არა, მაგრამ გაიქცა ფაქტია. შეიძლება გაიქცა და მე შეიძლება გაიქცა და გამოიქცე მე, მაგრამ ამ შემთხვევაში გაქცევას გავს ეს, იმიტომ რომ როდესაც ბატონმა გახარიამ წავკისში მის საცხოვრებელ მისამართზე ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე პირადად ჩაიბარა შეტყობინება 16 ივნის ხელი მოაწერა და სხვა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით გაკვირვებაც იყო, რომ როგორი კულტურული თურმე კაცია, რომ ბოდიშებიც იხადაო, რომ აი ვერ გაგიღეთ წინა დღეებში კარი და ასე შემდეგ. მას მინიშნებითაც კი არ უთქვამს, რომ გადის ქვეყნიდან. მას უნდა გაეფრთხილებინა კომისია ასეთ შემთხვევაში, ქალბატონოთია მე სამართლებრივად არ ვიცი, თუ ქონდა უფლება რომ ეს ელემენტარული რამ არის, როდესაც შენ ხარ სამართალში არის ესეთი პრინციპი, ბონაფიდე, რომ შენ არაფერი უკანა აზრები არ გაქვს და მოწოდებული ხარ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობისკენ, ასე დროს თუ იმ წუთში წერილი რომ ჩაიბარა და წაიკითხა იმ საათში, არა მომდევნო საათში ან მეორე დილით, უნდა შეეტყობინებინა სამდივნოსთვის, რომ ასეთი წერილი მივიღე და ვწუხვარ და ვერ ვახერხებ და რა ვქნათ. მან ეს არ გააკეთა, ის გავიდა ქვეყნიდან და უკვე უცხოეთიდან შეატყობინა კომისიას, რომ მე ვერ მოვდივარ. ონლაინ ჩართვაზე კომისიის არც ერთი წევრი არ ვართ თანახმა, იმიტომ რომ ხო, რატომ? ამას გითხობ, როცა დღეს ხო ვიხილეთ დავით ბაქრაძე, მე არ იმყოფება პატიმრებზე აღარ ვარ, ბუნებრივია, რომ ისინი ონლაინ ჩაერთვებიან, მაგრამ რატოა ესეთი პრობლემა გახარიას ონლაინ ჩართვა? პრობლემა არის რამდენიმე მიზეზის გამო. დავით ბაქრაძისგან განსხვავებით, გახარიას მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე იქნება ეს 20 ივნისი ჩორჩანა თუ სხვა, პროკურატურას აქვს კითხვები.
ეს ერთი. ამიტომ მოქმედი ელჩი, რომელსაც დედამიწის ზურგზე ხა შეიძლება ჭიანჭველას აწყენინა, მაგრამ მეტი არაფერი დაუშავებია, ასე ვიცით ამ ეტაპზე. ეს აბსოლუტურად გახარია შემთხვევა, სხვა შემთხვევაა. ეს ერთი. მეორე, როდესაც პირველ ჯერზე გახარია იყო მოსული, მე არ ვიცი ეს რამდენად ეკრანზე ჩანდა, იმიტომ რომ პირდაპირ ტრანსლაციით კი გადაიცემოდა, მაგრამ ჩანდა თუ არა ეს არ ვიცი. ჩვენი ქვინც ვიყავით კომისიის წევრები, ჩვენ მრავალჯერ ვნახეთ, რომ მან ხან მიკროფონს დაარტყა და წასვლა უნდა და გათიშა, ხან საათზე ირტყამდა ხელს და მეუბნებოდა, რომ აქ მე როდემდე უნდა ვიჯდე. იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც ის რომ არ შემეკავებინა, იმიტომ რომ სხდომის წაყვანაზე პასუხს მე ვაგებ, ერთი სული ქონდა, როდის დარბაზს დატოვებდა. შესაბამისად, იმიტომ რომ პროკურატურას აქვს კითხვები, იმიტომ რომ მას არ აქვს მაშინაც ეტყობოდა ჩვენთან პირდაპირი ურთიერთობის სურვილი, არის შანსი, რომ რაკითან პლუს ქვეყნიდან გაიქცა. არის შანსი, რომ ის ჩაგვერთოს, რომ არ იყოს დანაშაულის შემადგენლობა სახეზე და მე გათიშოს მიკროფონი და უნდა ვატაროთ მე ჩვენ ექსპერტიზა, რომ ნამდვილად მან გათიშა თუ ხარვეზი იყო ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად თავისუფალი. კომისია არის აბსოლუტურად თავისუფალი კანონის ფარგლებში თვითონ ჩამოაყალიბოს მოთხოვნები, რომლის შეუსრულებლობაც არის 359 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ჩვენ ვართ თავისუფალი ამაში, ამიტომ კანონის ფარგლებში ვიმსჯელეთ და გადავწყვეტეთ, რომ არ ითვლება მიზანშეწონილად. საქართველოში მისცემთ კიდე შანსს. მივეცით უკვე შანსი, მას აქვს. ეს უკვე განაცხადეს, რომ 2 ივლისს აქ არ იქნება. მისმა პარტიამ ჩატარდა და თქვენს რომ არ იქნება. ჩვენ სათამაშო ბავშვთა ცენტრში ხარ მუშაობთ, ეს არის პარლამენტი. ამიტომ მას მოუწევს ან ჩამოსვლა 2 ივლისისთვის, მანამდე არის ძალიან ბევრი დრო, მრავალნაირი ტიპის ბილეთი და ფრენა შეუძლია მოძებნოს და შემდეგ თუ საჭიროა უკან გაემგზავროს, თუ არა და ეს უკვე იქნება, რა თქმა უნდა, პროკურატურაში საქმის გადაგზავნის აშკარა საფუძველი. იმიტომ რომ მან დააყენა მოთხოვნა ეს მისი უფლება ონლაინ ჩართვის. ჩვენ ვართ აბსოლუტურად თავისუფალი, ვიმსჯელოთ და მივიჩნიოთ არის თუ არა ეს მიზანშეწონილი, მივიჩნიოთ რომ ეს არ არის მიზანშეწონილი. მაგრამ პროკურატურა უკვე სწავლობს ჩორჩანას საქმეს, ასე ვთქვათ, ხო, ვრცელი დასახელება იმ მუხლის, რა მუხლითაც არის საქმე აღძრული, მის ალბაშიც მოვუყევი მაყურებელს და რატომ გახდა ასეთი, მოკლედ, კიდევ ერთი ბრალის დამატება შესაძლო, ხო, თუ მან უარი თქვა 2 ივლისს ჩართვაზე ვერ ჩამოდის, იმიტომ რომ ამ საქმის, რაზეც საპარლამენტო კომისიას ჰქონდა კითხვები, ცალკე გამოძიება მიმდინარეობს საკმაოდ აქტიურად, ჩვენ ხედავთ რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაბარება ხდება და მათთან კითხვების დასმა და ასე შემდეგ. ამას რატომ გეკითხებით? იცით, არჩევნების კონტექსტში მივდივარ ისევ, როდესაც არჩევნები მოდის და პარტიას გაცხადებული აქვს, რომ მონაწილეობს, რაღაც დამატებითი ბერკეტების შექმნა მათთვის, უბრალოდ არ შექმნა, შესაძლებელი იყო თუ არა საპარლამენტო კომისიის მხრიდან, იმიტომ რომ პროკურატურა მაინც იძიებს ამ საქმეს საკმაოდ აქტიურად. და რომ იძიებს, მე რა ეს რამეს ნიშნავს, ეს ჯერჯერობით არაფერს არ ნიშნავს, გარდა იმისა, რომ იძიებს. ისიც დაინტერესებულია და იქაც მოხდება ამ საქმის გამოძიება, ამის თქმა უნდა. პოლიტიკოსს აქვს გადაწყვეტილი და ვიცით, რომ აქვს ასე ჩანს ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ხელს არავინ არ უშლის. ჩვენ კომისიის მუშაობა გაგვიგრძელდა ობიექტური მიზეზების გამო და ისე გამოდის და ეს მათთვის ძალიან დიდი ხანია უკვე გახდა ნათელი, რომ მომდევნო არჩევნებისთვის არავითარი არც ერთ პარტიას პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობას ამ არჩევნებამდე არ ემუქრება არანაირი საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის შეტანაც საქართველოს პარლამენტს ცალსახად აქვს გაცხადებული აკრძალვასთან დაკავშირებით, ამიტომ ყველა არის თავისუფალი, ვისაც სურს მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. მაგრამ თუ ლიდერები ციხეში იქნებიან, როგორ მიიღებენ მონაწილეობას, სრულყოფილად, ანუ პოლიტიკურ პროცესში სრულყოფილად როგორ ჩაერთვებიან პარტიები? არავითარი პრობლემა ეს არ არის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. თუ არჩევნებში რეალურად უნდათ და სრულყოფილად მონაწილეობის მიღება, მაშინ არ უნდა ჩაიდინო დანაშაული, უნდა გამოცხადდეს კომისიის წინაშე. ყველას აქვს თავისი პასუხისმგებლობა.
ხაზარაძის და ჯაფარიძის პასუხისმგებლობები საკუთარი პოლიტიკური მომავლის და საკუთარი პოლიტიკური რესურსის და ამომრჩევლის წინაშე ვერ იქნება ჩვენი პასუხისმგებლობები. ეს სრულად მათი პასუხისმგებლობაა. მათ გადაწყვიტეს კომისიის წინაშე არ მოსულიყვნენ, ასე გადაწყვიტეს სხვებმაც და ეს არის სრულად მათი პასუხისმგებლობა. ამიტომ ჩვენ არ გვევალება არანაირი გამოსავლის ძიება მათ ნაცვლად. ჩვენ ცალსახად თქვით, რომ იქნება კომისია, რომ კომისია იმუშავებს ასე და ასე, კანონში რაც წერია იმის გარდა კიდევ სხვა პროცედურებიც ავხსენით. მე პირადად გამოვედი მინიმუმ ორჯერ და ვთქვი, რომ თუ არ გამოცხადდება ვინმე, აუცილებლად გადაიგზავნება, იმიტომ რომ ვალდებული ვართ გადავაგზავნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დანაშაულს აფარებ ხელს. თუ არ გადააგზავნი, გადაიგზავნება და ამიტომ ჩვენ არ გვეხმრება ამ ხრივ და მოდით ვიმუშაოთ სერიოზულად. თუ ეს ვინმემ არ გაიგო, ეს ვერ იქნება ქართული ოცნების და კომისიის პასუხისმგებლობა, ეს მათი პასუხისმგებლობა. კომისიის და ქართული ოცნების პასუხისმგებლობა ასევე ვერ იქნება, რომ ვინმე გიორგი გახარია, მას მერე რაც ჩაიბარა შეტყობინება, ჯდება თვითმფრინავში და მირბის ქვეყნიდან. ეს მისი პასუხისმგებლობაა და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა იკისროს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. კარგით, ქალბატონო თეა, ამავე კომისიის ირგვლივ, აი როდესაც ჩვენც ახლა ვსაუბრობთ, აი ნახეთ ლელოს ლიდერებზე, გიორგი გახარიაზე, რომელიც თქვენი ხელისუფლების ყოფილი პრემიერი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ძალიან ხშირად აქტიურად სვავენ ამ კითხვას თქვენი ოპონენტები, რომ რატომ ინტერესდება კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა და სწავლობს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებს და დაბარებები ხდება იმ პირების, ვინც არ იყვნენ იმ ხელისუფლების წევრები. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ პირველ აქტიურად და საერთოდ არც ერთი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და ხელისუფლების არ ყოლია ჯერ კომისიას დაბარებული, ამბობენ ისინი. ყოლია, მაგრამ მეორე ნაწილზე რო გიპასუხოთ, 1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ გაგვიფართოვდა მანდატი. გაფართოებული მანდატი გულისხმობს 2012-2025 წლის პერიოდსაც იმ პოლიტიკოსებთან მიმართებაში, ვინც ან ყოფილი ხელისუფლების წევრია, ან საერთოდ არ არის ასეთის წევრი და არის გაერთიანებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში. ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია ასეთი პირების დაბარებაც. უფრო მეტიც, ჩვენ პარლამენტმა, როდესაც უფლებამოსილება გაგვიფართოვა, დაგვავალა, რომ გვეკვლია ამ პერიოდში საგარეო ასპარეზზე ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ და საქართველოს გეოპოლიტიკური ან საგარეო პოლიტიკური, უფრო ფართოდ, ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებიც. აქ ხდება გახარიაც და სხვათა შორის ეხლა რომ არა მხოლოდ როდესაც მხოლოდ ჩორჩანაზე საუბრობენ და უკვირთ ყასიდათ, რატომ არის ჩორჩანასთან დაკავშირებით კითხვები. პირველ მოსვლაზე გახარიამ თქვა, რომ ჩვენ ვცრუობთ და არავითარი ტერიტორია იქ რუსებს ხელში მის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად არ ჩაუგდიათო. ჩვენთვის რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ზოგიერთი წევრი მithumedes მთავრობაში მუშაობდით მაშინ და ცნობილი იყო, რომ პირიქით მისმა გადადგმულმა ნაბიჯებმა მინიმუმ 100 ჰექტარი ტერიტორია რუსებს ჩაუგდო ხელში და დღეს სააკაშვილის 2008 წლის ქმედებებსაც შეადარა პრემიერმა, რაც მაშინ სააკაშვილმა ქნა იმის მინიმოდელი იყო გახარიას აქციელი. ნახეთ ეს. იზიარებთ ამას. აი მას ვიკვლევთ სწორედ კი. და როდესაც ჩვენ შევეწინააღმდეგეთ, რომ ეს ასე არ არის, ნუ მან მისთვის დამახასიათებელი ცინიზმით გითხრა, რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით. ამის შემდეგ წაღლის მაცხოვრებელი გამოვკითხეთ ჩვენ, რომელმაც ღიად თქვა, რომ ტყეში ვეღარ შევდივარ და რეალურად ის რაც იყო ჩვენი, აღარ არის ჩვენი, იმიტომ რომ ოკუპანტმა, რომელსაც არანაირი საგუშაგო მანამდე არ ქონდა, ამ ერთი საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ გადმოწია, დადგა უამრავი ხუთი საგუშაგო და რეალურად ჩვენ იქით ვეღარ გადავდივართ. ქალბატონთია, გამოკლისაგან არის ეს მიზანმიმართულად იყო თუ არა? დიახ, ეს არის გამოკლისი. ჯერ ესეთი ერთი რო ფაქტი დადგინდეს, იმიტომ როგორც ჩანს მას და მის ასე ვთქვათ გუნდს განსაკუთრებით კი იმ გუნდის იმ წევრს, რომელიც ამის სათავეში უნდა მდგარიყო მაშინ და მისთვის რჩევები მიეცა.
აქვთ სირაქლემას პოზიცია, რომ თითქოს არაფერი არ დაუკავებია რუსს მანამდვილად დაიკავა 100 ჰექტარი ტერიტორია, გახარიას გაუაზრებელი ნაბიჯების შედეგად ფაქტის დადგენა ერთი მიზანი და მეორე მიზანია იმის გარკვევა, ეს განზრახი იყო, ვიღაცის დაკვეთა იყო, ვიღაცისთვის კოჭის გაგორება იყო თუ სხვა რამ. მაგრამ მეორე საკითხი და ამაზე ამბობენ, რომ ან არაფერი არ მომხდარა, ან თუ მოხდა, რა მოხდა მერე. ეს ორი რამ ისმის. მაგრამ წერილში, რომლითაც ჩვენ ის მოვიწვიეთ, მითითებულია ასევე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მისი საქმიანობაც, იმიტომ რომ ისევე როგორც მაგალითად ჩვენ დღეს დავით ბაქრაძე ახსენეთ და მოვიწვიეთ. ქალბატონი მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იქნება გამოკითხული ასევე, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა 2012 წლიდან. თუ საგარეო საქმეთა მინისტრი არ თაკილობს მოსვლას. მე ვყოფილ ვარ მინისტრის რანგში საგამოძიებო კომისიაზე დაბარებული და მინდა გითხრათ, რომ არანაირი კომფორტი მინისტრისთვის, რაც არ უნდა მყარად იყოს შენს პოზიციებში, ეს არ არის. ალბათ იმასაც ვერავინ ვერ დამაბრალებს, რომ მან სადმე წასვლა და საუბარი ან არგუმენტების მოძებნა მიჭირს, მაგრამ გეუბნებით, რომ ეს არ არის კომფორტი. თუ კი მინისტრი დროს პოულობს და ამ დისკომფორტს არ დაგიდევთ და მოდის და ჩვენთან ერთად გაატარებს 1 საათს და საათ ნახევარს და ალბათ ხდომებიდან ჩანს, რომ ჩვენ არასდროს არ გვაქვს წინასწარ შეთანხმებული კითხვები. ეს ჩანს ხდომებიდან და მინისტრმა ისიც არ იცის, ვინ რა კითხვას დაუსვამს და ის ამაზე მიდის, მე მგონი არანაირი ჩინმენდლები და ბუმბული არ დასვივდებოდა მაგალითად ხაზარაძეს, რომ მოსულიყო პატივისცემის პირობებში დაბრძანებულიყო და კითხვებზე გაეცა პასუხი და იგივე ეხება ბატონ გახარიასაც, მაგრამ აქ ალბათ ბევრი სხვა მიზეზია, ან ვიღაცამ უბრძანა, რომ იქ არ მიხვიდე, როგორც უბრძანეს, რომ პარლამენტში არ შეხვიდე. იმიტომ რომ ისინი არიან ინსტრუმენტები. უკაცრავად ხელისუფლების წარმომადგენლები, ამ თუნდაც როგორც კომისიის თავმჯდომარეს მხოლოდ არ გეკითხებით, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენელს, რომ გახარია, თქვა დღესაც, იმიტომ რომ ბევრჯერ მოგვისმენია, ხო, და მე მეკითხავს კიდეს უკაცრავად, რომ აი შინაგან საქმეთა მინისტრობიდან პრემიერად დანიშნა, თქვა მე იყო თუ არა შეცდომა და ამაზე მიმიღია პასუხი, რომ იქ იყო რაღაც კონკრეტული ზარი, ვიღაცების თხოვნა და ვიღაცების დავალებით მოქმედებენ. დღესაც ასე ხდება. გიორგი გახარია შემთხვევაში თქვენი შეფასებით, რომ ვიღაცის დავალებას ასრულებს ან ვიღაცის მითითებით მოქმედებს? ის რომ გიორგი გახარიას წასვლა და მის მიერ პასუხისმგებლობის აღება 20 ივნისის მერე ძალიან დიდი სურვილი და ბუნებრიობა იყო გუნდში, ეს ნამდვილად ასე იყო, ამას უკვე საჯაროდ ხედავს ჩვენი კომისიის მოსმენებისას საზოგადოება. ძალიან ვიწრო წრე მიცოდა მაშინ ჩვენს გუნდში, რომ შემოვიდა ზარი უცხოეთიდან, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული, ეს იცოდა რამდენიმე ადამიანმა, მაგრამ ეს უკვე აღარ არის დამალული. შემდეგ უკვე მან ქართული ოცნების გუნდს და რასაც მე პირადად ძალიან მიჭირს ვაპატიო და მისთვის პირადად მაქვს ეს ნათქვამი, არის ჩვენი რეალურად, რა ვიცი, მიტოვება და არ ქვით თუ თხასავით გაგვყიდაო თუ არ ვიცი რა დავარქვა, მოვიდა და ქართული ოცნების უმრავლესობას და პოლიტიკური საბჭოც იქ ვიყავით, მოუწოდებდა, რომ ნიკა მელიასთვის მოხსნილი ყოფილიყო იმუნიტეტი, მოუხსნეს დეპუტატებმა იმუნიტეტი და მეორე დღეს გადადგა, იმიტომ რომ ღამე შეხვდა ამერიკის ელჩს და ეს მან დაადასტურა ჩვენთან გამოსვლისას. შემდეგ მას და სხვებს, ვინც არ შემოდის პარლამენტში, რა თქმა უნდა ინსტრუქციები აქვთ, იმიტომ რომ ინსტრუმენტები არიან უცხო ძალების ხელში, როგორც ირკვევა და როგორც ჩანს, რომ სხვანაირად ის უცხო ძალები, რომლებიც ქართული ოცნების დემონტაჟზე მუშაობენ, მე რამდენი წელია. ის უცხოური ძალები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დასუსტებაზე, დანგრევაზე მუშაობენ ამდენი წელია, ვერაფერს ვერ გახდებიან, რომ არა ისევ ქვეყნის შიგნით ზოგიერთი ქართველი
რომელიც ინსტრუმენტად აყენებინებს თავს. ამას გავს ეს ყველაფერი, ეს ფაქტებით ასე იკვეთება და ვფიქრობთ, რომ მან ქვეყანა შესაძლოა ვინმეს რჩევით დატოვა, იმიტომ რომ თქვენ არაერთხელ ახსენეთ სიტყვა გაიქცა. და შესაბამისად ეს თუმცა არ არის ჯერ ცნობილი, ეს თქვენი მოსაზრებაა და ვარაუდობთ, რომ ესეც შესაძლოა თქვათ ვინმეს დავალებით, ვინმეს მითითებით გაეკეთებინა და მან მართლა დატოვოს ქვეყანა, ანუ აღარ დაბრუნდეს ამას გულისხმობ. რაღაც გარკვეული პერიოდი ყოველ შემთხვევაში. ეს დავალება თუ პირიქით ვინც დავალებებს გაძლევს ხოლმე იმისთვის შველის თხოვნა, ეს მე არ ვიცი. ერთით შეიძლება იყოს და მეორეც, მაგრამ ძალიან გავს ეს იმას, რომ რაც უკვე ბევრჯერ თქვი, რომ უცბად, უეცრად შენ ქმნის თაბეჭდილებას, რომ მოსვლას აპირებ, იბარებ ამ წერილს, არაფერს არ ამბობ და მას მერე რაც გადიხარ ქვეყნიდან, იქიდან, ღობის იქიდან იზახი, რომ მე წავედი. ეს მისი პასუხისმგებლობა, ეს მისი გადაწყვეტილება, ეს მისი არაერთი მხარდამჭერის, რომლებშიც არიან, ეს ღიად უნდა ვთქვა, მე არ მიყვარს, იმიტომ რომ ოპოზიციას უჭერს მხარს ადამიანების, ვინც ღირსეულია იმის დაკნინება, არაერთი ღირსეული ადამიანი შეცდომაშია შეყვანილი და გახარიას უჭერს მხარს და საინტერესოა რა კითხვებს დაუსვამენ მას, როდესაც ლიდერი გარბის. იმიტომ რომ კომისიის წინაშე მოსვლა არავითარი გარდა იმ ბუნებრივი დისკომფორტისა, რაზეც წეღან ვისაუბრე, ყველა ადამიანს აქვს ზოგი ნერვიულობს, ზოგი არ არის მიჩვეული. ხო, თუმცა თავად გახარიაც იყო, ქალბატონო თეოგამოსული. ხო, ეს არ არის რომ ანუ არ ითქვა. იყო ერთხელ, თქო კარგახანს. სცემდა თქვენს პასუხობს. მით უმეტეს, არავითარ პრობლემას მისთვის წესთან უნდა წარმოადგენდეს 2 ივლისს ფიზიკურად გამოცხადება თუ სხვა რაღაცასთან არ გვაქვს სამჯერად. და ეს გაქცევა თქვენი ვარაუდით უკავშირდება თქვენს კომისიაზე არ გამოცხადებას თუ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ გახარიას მოლოდინი აქვს რომ მას დააკავებენ? ეს მე არ ვიცი. მე ვიცი მხოლოდ ფაქტები. ის რას ფიქრობს მე ხომ ვერ მეწოდინება. მე ვიცი ის რაც ფაქტებისზე დაფუძნებით ვიცი რომ დატოვა ქვეყანა. დატოვა ქვეყანა და მოგვაჩვენა თავი თითქოს არაპირებდა კომისიისთვის თავის არიდებას. კარგი, და მინდა ამ დაპატიმრებების თემასაც დაუბრუნდეთ დრონელნელა ილევას. გასაგებია რომ გირავ არ ნიშნავს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, გულისხმობ ისევ ხაზარეძე, ჯაფარიძეს და შემდეგ მინდა ევროპელების გამოხმაურებაც, ასე ვთქვათ, წაგიკითხოთ და შეკითხვა დაგისვათ, მაგრამ და იყო თითქოს განცდა ყოველ შემთხვევაში მათ მომხრეებში, რომ ეს 50,000-იანი გირაო დროებით მაინც გადაავადებდა, ასე ვთქვათ, ამ პატიმრობას, ან ზოგადად პატიმრობას და დაკავების პროცესს გადაავადებდა როგორც იურისტი. როგორ გარგვიმარტავთ ამ პროცესს? ანუ მე გადავიხადე გირაო, რაღაცა კიდე გეუბნებით, გამიჩნდა მოლოდინი, შეიძლება არასწორი ეს უკვე იურიდიულად თქვენ გამიმარტეთ, რომ ამით პატიმრობას ავწდები და მაინც ხდება დაპატიმრება და იურიდიულად როგორ განიმარტება ეს? და მათ ხარდამჭერებს ჰქონდათ ასეთი განცდა. გირაო გადაიხადეს, გადარჩნენ ციხეს. გირაო რომ გადაიხადეს, ისინი გადარჩნენ წინასწარ პატიმრობას. და არა ნამდვილად ასე იყო. პასუხისგებაში ვიცით. რასაც ვერ გადარჩნენ ისინი, ვინც გირაო არ გადაიხადა, მაგალითად ირაკლი ორქრუაშვილი. მან არ გადაიხადა გირაო და ის წავიდა წინასწარ პატიმრობაში. ზურაბ ჯაფარიძეც. შეიძლება ირაკლი ორქრუაშვილი, იმიტომ რომ იურისტია, სხვანაირად შეხედა ამ პროცესს და იფიქრა, რომ დანაშაული ხა ყველაზე კარგად იურისტი ხდება, ხო რა აქვს ჩადენილი. შეიძლება ბანკირი ვერ ხდებოდეს ხომ ვითომ. მან ალბათ იფიქრა, რომ დანაშაული შემადგენლობა სახეზეა და რა აზრი აქვს გირაოს გადახდას და ბარემ დაიწყოს ჩემი სასჯელის წინასწარი პატიმრობა, ხო ითვლება მე სასჯელში. პირდაპირ ათვლადად, პირდაპირ წავიდა ვთქვათ საპატიმროში. ბარემ, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა. ყოველ შემთხვევაში სამართლებრივად არის შემდეგნაირად, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში თუ კი გირაო აქვს შეფარდებული, შეიძლება არ ქონდეს. ამ შემთხვევაში გირაო ჰქონდა შეფარდებული, მან გადაიხადა გირაოს თანხა ვადაში, შესაბამისად წინასწარი პატიმრობა მოიხსნა დღის წესრიგიდან და გაგრძელდა საქმის არსებითად განხილვა. არსებითად საქმის განხილვის შედეგად დღეს დადგა განაჩენი. განაჩენი ამბობს, რომ ერთ შემთხვევაში არის 7 თვე, მეორე შემთხვევაში არის 8 თვე და უკვე დაიწყო დღეს ამ სასჯელის აღსრულება. და როდესაც ეს გადაჩენი შევა კანონიერ ძალაში, პირს მის მიერ გადახდილი გირაო უბრუნდება უკან.
გირა არის წინასწარი პატიმრობის, ანუ სანამ განაჩენის მოლოდინში ხარ, იმის სანაცვლოდ ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება. ანუ თავისუფლებაში ყოფნა. ამას გულისხმობთ. რომ განაჩენს დაელოდო სახლში, ასევე ეძახით ხოლმე, დიახ. კი ბატონო, და ამავე თემაზე ამ დაკავებულებზე დღეს უკვე გაკეთდა განცხადება პირველივე, ესე იგი მზად ვართ საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი შეზღუდვები ზომები განვიხილოთ. თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადაც იყო ვარაუდი, რომ შესაძლოა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზეც ყოფილიყო საუბარი და ასე შემდეგ, მაგრამ მოდით ჯერ ამით დავიწყოთ, ისინი უწოდებენ რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებად მოიხსენიებენ ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, და ისევ ისმის მათი მხრიდან მწვავე კრიტიკა. მაშინ, როდესაც აქეთ ერთი მხრივ ამ ვიზოს გაუქმებაზეა საუბარი, მეორე მხრივ ბევრი საუბრობს, რომ საქართველო დაშორდა ევროპას და ხელისუფლებას ადანაშაულებენ. აი, ამ ყველაფრის ფონზე როგორ ხედავთ ამ პროცესის შეჩერებას, გულისხმობ, აი, რომ არ დაიწყოს მსჯელობა უვიზოს გაუქმებაზე, ჩვენს უფრო დაშორებაზე და პირიქით რაღაცნაირად დასავლეთთან, რაზეც სულ არის საუბარის გადატვირთვის პროცესი დაიწყოს. როგორც ვიზებთან კაია კალას ქალბატონ კაია კალას აქვს სავარაუდოდ როგორც იკვეთება განცდა თუ თავის პირადი მოსაზრება, რომ ქართული ოცნება არ არის მისთვის მისაღები და კარგი პოლიტიკური ძალა. ასევე ჩვენ გვაქვს და მე მაქვს პირადად აზრი, რომ ის მისივე სივრცეში, ანუ ევროკავშირის სივრცეში სავარაუდოდ აცდენილი უნდა იყოს რეალობას. რას გულისხმობთ, იმიტომ რომ ეს საკმაოდ მაღალი რანგის შეხვედრა, საიდან გამოსულმაც გააკეთა ეს კომენტარი. გულისხმობ ერთი იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნების საზოგადოებებს ჩემი აზრით მეტი მოსმენა სჭირდებათ, იმიტომ რომ ხშირად ვისაც გვაქვს დასავლეთში საზოგადოებასთან ურთიერთობა სოფლებში მათ შორის აბსოლუტურად სხვა განწყობებია და სხვა მოთხოვნებია მათივე პოლიტიკოსების წინაშე და მათივე ბიუროკრატიების წინაშე. ამიტომ ჩემი აზრით უფრო მეტი მოსმენა სჭირდება დასავლელ ამომრჩეველს მათი მხრიდან და მეორე, ამიტომ არიან რეალობასაც დენილი და მეორე, მათ ვერაფრით ვერ დაიჯერეს, რომ საქართველოს საზოგადოებასთან ასეთი ლაპარაკი არ ჭრის, იმიტომ რომ ქართველმა ერმა, უმრავლესობამ ერის, რომელმაც ქართულ ოცნებას მხარი დაუჭირა, ძალიან კარგად იცის, რომ ქართული ოცნება დღეს ატარებს ძალიან დიდი რისკის ფასად, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის და თან ეს არის ყველაზე სწორი. ქართული ინტერესიდან გამომდინარე პოლიტიკას, რომ ქართული ოცნება აღარ და ვეღარ ითვალისწინებს იმ დავალებებს, ბრძანებებს, შეკვეთებს და დაკვეთებს, რასაც ძალიან ბევრი წელი ჩვენ ანგარიშს ვუწევდით. ამის რესურსი აღარ არის უბრალოდ, იმიტომ რომ ჩვენ რომ ეს მითითებები და დავალებები ისევ შევასრულოთ, მაშინ უნდა დავარღვიოთ ქართული სახელმწიფოს მომავლის ინტერესი. და ეს უკვე წითელი ხაზია. მანამდე სანამ მათ მოსაზრებებს ვითვალისწინებდით, მაგალითად ომბუდსმენი გვინდა ეს და არა სხვა. ხო? კარგი, გავითვალისწინეთ ეს, ამით არ დაიქცა ქვეყანა, თუმცა ვფიქრობდით და დღესაც ვფიქრობ, რომ საქართველო მაშინ ცოტა უკეთეს ომბუდსმენს იმსახურებდა, მაგრამ გაგიწიეთ ბატონო ანგარიში, იმიტომ რომ პარტნიორი ხარ და გაგიწიე. ერთ მაგალითს ვიძახი. არ გადავაყენოთ ესა თუ ის პირი, კარგი არ გადავაყენებთ. გადავაყენოთ, გაუშვათ, კი ბატონო. ეს კანონი მივიღოთ, არ მივიღოთ. მაგრამ როდესაც ეს წავიდა ძალიან შორს და უკვე დაეჯახა ყოფნა არ ყოფნის საკითხს ქართული სახელმწიფოსი, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე გზაც არ დაგვიტოვეს, შანტაჟზე გადავიდა უკვე ყველაფერი, ეს შანტაჟის ფორმა მიიღო ამ ყველაფერმა და ჩვენ იძულებული გავხდით, რომ
ის რაც არ არის ქართული სახელმწიფოს ინტერესში, ამაზე გვეთქვა უარი. ეს ამის ყველაზე მყირავი მაგალითი იყო მეორე ფრონტის გახსნაზე უარი. და შემდეგ ამაზე განაწყენებულმა ძალებმა უკვე დაიწყეს ბიძინა ივანიშვილზე მხოლოდ აი მასობრივ დაბომბვას შეიძლება შევადაროთ ის რაც ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს მოუწყვეს და დღემდე ვერ იჯერებენ რომ მან ამას გაუძლო და არ უღალატა საკუთარ ქვეყანას და ხალხს იყო მთავრობაზე თავდასხმები, რა თქმა უნდა პოლიტიკურ გუნდზეც, მაგრამ ჩვენ დღემდე მოვედით ძალიან დიდი სიფრთხილით და რისკების განეიტრალებით ყოველდღიურ რეჟიმში. და აი რამდენად შეძლებს ხელისუფლება ბუდისვიხტი საპასუხოდ, მაგრამ არ მგონია რომ ის ამ პასუხს გაიგებს. კარგით და აი კაია კალასიდან გადმოვალ ზუსტად, იმიტომ იქაც უნდა ყოფილიყო ამის განხილვა და ბოლო კითხვაც ეს იქნება, თქვენ საუბრობთ რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება ხო რაღაც ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ქართველი ხალხის ინტერესი და მონაპოვარიც ამ ქვეყნის არის ეს უვიზო რეჟიმიც ხო? როგორ შეძლებს ხელისუფლება და ამით დავასრულოთ იმ ფონზე, როდესაც თქვენ თავად ამბობთ რომ გრძელდება ეს შემოტევები, ბევრს არ ესმის ან საკუთარი რაღაც მოტივები ან რა ვიცი, მოსაზრებები ამოძრავებს, ამისგან დაცვას ქვეყნის, ანუ თქვენ სერიოზულად ელით რომ ასეთი ტიპის განხილვა შესაძლოა ევროკავშირში შედგეს, თუ მიგაჩნიათ რომ ეს რაღაც შანტაჟის ერთგვარი ბერკეტია ან ფორმაა მათი მხრიდან, რაზეც თქვათ ხელისუფლების პირველი პირები ხშირად საუბრობთ ხოლმე. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც საუკუნეების მანძილზე ვაკეთებდით. როცა თავს გვესხმოდნენ და უსამართლოდ გვჩაგრავდნენ, რაც შეგვეძლო ყველაფერს ვაკეთებდით. ხან ვიმარჯვებდით, ხან მარცხდებოდით. მეტი რა უნდა გავაკეთოთ? ის რაც არის ჩვენს ანუ ვიშვებთ რომ შესაძლოა ეს უვიზო რეჟიმის გაუქმება მართლა რეალურად დადგეს საკითხი ამას გულისხმობ. ისინი ამაზე რეალურად მსჯელობენ. ეს შემიძლია ვთქვა და ეს თქვენ ციციც და საზოგადოებამ. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ხშირად მსმენია ხო იგივე ხელისუფლების მხრიდან რომ ეს უბრალოდ შანტაჟის ფორმაა, თორე ამას არ გადაწყვეტენ სავარაუდოდ და აი ამას გულისხმობ. მე არ ვიცი წინასწარ რა იქნება, მე ის ვიცი რომ ისინი რეალურად მსჯელობენ ამაზე. და როგორც მათი ვენაზე ამბობენ ხოლმე, they do mean it. ანუ ისინი ნამდვილად ამას გულისხმობენ და ეს არ უნდა იყოს განიხილავენ და ეს არ უნდა იყოს ჩემი აზრით ფასადური, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ როგორც ვიქცეოდით ხოლმე გაჭირვების ჟამს, როცა გარედან მოდიოდა ჩვენთვის უსიამოვნო რამ, ან საფრთხე, ან თავი ქონდა დასაცავი, ვაკეთებდით იმას, რაც ჩვენს ხელთ იყო და ვაკეთებდით მაქსიმუმს. ასე გააკეთებს სახელმწიფო ახლაც ჩვენი ქვეყანა და რა გამოვაკეთებთ, ყველა ერთად დავინახავთ, მაგრამ ის უნდა ითქვას, რომ როგორც სტატუსის არ მონიჭება საქართველოსთვის და ქართველი ერის შეურაცხყოფა იყო ეს და მოლდოვისა და უკრაინისთვის სტატუსის მინიჭება, ასევე ესეც არის ძალიან დიდი თუ ასე გადაწყვეტენ, ძალიან დიდი უსამართლობა და ქართველი ერის ჩაგვრა მარტო იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობამ თქვა უარი იმაზე, რომ აქ გამართულიყო დიდ ბიჭებს შორის ომისთვის პოლიგონი. აი ეს არის მთავარი მიზეზი, საიდანაც დაიწყო უკმაყოფილება და დაპირისპირება, იმიტომ რომ როგორც კი აღმოჩნდა, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, მთავრობა, ქართული ოცნება, რომელმაც პოლიგონად არ აქცია ქვეყანა, იმიტომ რომ ეს ენერგია, საომარი ენერგია, სადღაც უნდა წავიდეს, სადღაც უნდა წასულიყო. საომარი ენერგია რო დაგროვდა. სად უნდა წასულიყო, წავიდა უკრაინაში. არ იყო უკრაინა, უნდა წავიდეს სადღაც სხვაგან. და ერთ-ერთი ვარიანტი იყო, რომ აქაც. ამაზე როგორც კი კონკრეტულმა ვიღაც მთავრობამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვთქვით უარი, საჭიროა ასეთი მთავრობის დემონტაჟი და ისეთი მთავრობის დაყენება, რომელიც ამაზე უარს აღარ იტყვის. მეტი არაფერი არ ხდება, ძალიან მარტივ რამესთან გვაქვს საქმე. გასაგებია, მადლობა ქალბატონი თია რომ პასუხობდით ჩემს კითხვებს. ღამის კურიერის სტუმარი თია წულუკიანი, ვიცე-სპიკერი და საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გახდათ. მე 4 შაბათამდე გემშვიდობებით, 4 შაბათს კვირის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს კვლავ მიმოვიხილავთ სტუმრებთან ერთად. დიდი მადლობა რომ გიყურეთ. ნახვამდის.